მოკლედ მიკროფონი გავთიშე, ეხლა ვიქნები მშვიდად. მართალია, ხმა ისე არ გაისმება როგორც მიკროფონში, მაგრამ არა უშავს. მომითმინეთ ცოტა. მოკლედ, ესეთი ამბებია. იმდენი ვილაპარაკე წელან მეორე მიკროფონი რომ მქონდა გაითიშა და ისე მოკლედ ხასიათით რომ დაგეკარგება, აი ესეც მქონია, ამასაც უმოქმედია ვიდეოს არ ჩაწერაზე და მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზები. ძირითადად უფრო მობილურის დატენვა ახალმე ჩემთვის პრობლემა, იმიტომ რომ სწრაფად იხარჯება, უკვე ძველია ეს ტელეფონი, მოკლედ ბატარეა ალბათ უკვე გაუძველდა. დიდ ხანს ვტენი, მალე იხარჯება, მოკლედ ეს არის რა, ეს თემაა და ამიტომ არ ვარ კომფორტულ რეჟიმში, რომ იტყვიან გადაღების რეჟიმში და ხო, ახლა რომ მაგალითად რომ გადავიღებ ამ ვიდეოს და რომ დავარენდერებ და მთელი ამბები, მერე უნდა მთელი ღამე შეერთებული მქონდეს დამტენზე, რომ დილისთვის უკვე გამზადებული მქონდეს. და ტელეფონის გარეშე არაფერი არ გამოდის, მეგობრებო. მოკლედ, ესეთი ამბები გვაქვს. ჩემი პატარა სურვილი ავისრულე. გლიცინია, ასე ვთქვათ, გამოვარდი ქვედა ქუჩის მეზობელს. ძალიან პატარა ფესვი ქონდა. რაღაცა პერიოდი, რაღაცა მოიწინა, ეს ღერო ქონდა და მოჭკნა და ვიფიქრებ, მეთქი ალბათ გაფუჭდა თქო, არ გამართლა თქო, მაგრამ უცბად გამოცოცხლდა და მე მგონი სახში მექნება პატარა ხე, გლიცინიას ხე და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ექნება ყვავილებიც. ხო, სამსახურში კიდე მაჩუქეს ვარდი, ანუ ქოთანში, იქ ბევრი ძირები იყო, მოკლედ აღარ შეგვეძლო ეთქობა, არ ვიცი. და ორი წამოვიღე, ერთი მეზობელმა მთხოვა ძალიან მეხვეწე. მე წამოვიღე და მოკლედ ერთი მე დავიტოვე და მეორე მივეცი მეზობელს. მოკლედ ესე მეგობრებო, ძალიან მომენატრა, მართლა მომენატრა ვიდეოების გადაღებაც ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ვერ დავлогდი ჯერ. მე მგონი დავлогდები და ყველაფერი იქნება როგორც ადრე ყოველ შემთხვევაში, ანუ სისტემატიური ხასიათი ექნება. სანამ ვაგვარებდი რაღაცებს, აქ-იქ მოკლედ ყველაფერი მოქმედებს რა. ეხლა აწყობილი ცხოვრება არავის არ აქვს, მაგრამ ჩემსავით სამთლიწაძიებელია ეგეთი ადამიანები, ვისაც შემსავით აქვს სიტუაციაზე, რომ ასე რომ მე მიწევს ბრძოლა ცხოვრებისთვის და მარტოს და ამიტომ უფრო სხვაგვარად არის და მე ვიცი კიდე არიან ესეთი ადამიანები ჩემსავით რომ არიან მარტო რომ იბრძვიან ცხოვრებისთვის და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან და ასე ვთქვათ რომ იტყვიან ნისკი პაკლონ. იმიტომ რომ ეს მართლა დაუფასებელი რამეა. ესეთი ქალები, რომლებიც დამოუკიდებლად თვითონ მარტოები ახერხებენ ყველაფერს, შრომობენ, წვალობენ და რაღაცას აკეთებენ, ეს მართლა შეუფასებელია. ახლა ჩემი თავიც შევიქე ალბათ, ხო? ხო და ესე რომ მოკლედ ოჯახები, აი ოჯახში 2-3 ადამიანი რომ მუშაობს, ისინი მოდით ასე ვთქვათ, წუწუნებენ და მათ არ ყოფნით ბევრ რაღაცაზე ვთქვათ შემოსავალი და ახლა ხო წარმოგიდგენიათ, როცა მარტო ხარ და მარტო გიწევს ყველაფრის კეთება, როგორ არის, ხო? და ამიტომ ძალიან ესეთი თემაა. ოჯახში როცა ერთი, ანუ შენს გარდა კიდე ერთი ზრდასრული რო არის და იმასაც პატარა, თუნდაც პატარა რაღაცა შემოსავალია, რაღაცით მაინც გეხმარება, ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრს და ასე ვთქვათ დამლაპარაკებელიც რომ ანუ რომ იზიარებს შენთან ერთად რაღაცა ვალდებულებებს, ხო? და აკეთებს.
არის ეს მომენტი, რა თქმა უნდა, რაღაცა გამხდარებს, როცა მარტო ხარ შენ და შენ გიწევს ყველაფერზე ფიქრი, ეს დაგეგმო ესა, მოკლედ. სოსო შეხვედი? არ შეხვედი ჯერ? კარგით მეგობრებო, ძალიან პაწაწუნა ვიდეო იქნება, უბრალოდ შემოგირბინეთ, მოგიკითხეთ და აუცილებლად შეპირებულ ვიდეოს ჩავწერ, აი რომ წყნარად დავუშვები და დაგელაპარაკებით. აი საინტერესო თემაა, სხვათა შორის ვფიქრობ მოგეწონებათ თქვენც და მე ვისაუბროთ რა, ვინ რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ გადავხდე და ხოკლე მე დავიძახო, ხო მოკლედ ვიდეო იქნება მაგ თემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, ეხება ჭორაობას დაახლოებით ასე დაგისპოილებთ პატარას ესეთ ჭორაობას ეხება და მოკლედ მეც აღარ ვიტყვი არაფერს და დაველოდოთ შემდეგ ვიდეოს. როდის გადავიღებ, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად აი 100%-იანს გეტყვით, რომ ორშაბათიდან რო უკვე ჩავჯდები კალაპოტში და ანუ სტაბილურად ასე ვთქვათ, მექნება ასე ვთქვათ რეჟიმი გათვლილი. დასვენების დღეებში აუცილებლად შეიძლება მერეც მოახერხო ხოლმე, ნახოთ რა წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, მოკლედ მოვალ ხოლმე და დაგელაპარაკებით, მოგიყვებით, საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. მოკლედ ისეთი დაღლილი ვარ, რომ ტვინიც უკვე ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. კარგით, თვალების მეხუჭება უკვე მეძინება. კარგით, აბა გაკოცეთ ჩემებო, ჩემებს გულსხმობ, ჩემი გულშემატკივრები, ვინც მელოდებით, შეიძლება არ გიცნობთ პირადად, მაგრამ ვიცი რომ მელოდებით ხოლმე და ვფიქრობ სად არის, სად დაიკარგა, მოკლედ ყველას შევიდა კოცნით გულში და დროებით აბა და ხვალზე ეგ თუ არა, ორშაბათს უეჭველი იქნება, ანუ ორშაბათიდან რა, მე ესე გეგმავ, იქით აკვირიდან ჩავჯდები კალაპოტში და იქნება ხოლმე ვიდეოები. ხო, მოკლედ, დროებით აბა გაკოცეთ. სოსო დაემშვიდობები? გამარჯობა და ნახვამდის და ალოხა. ხო, მე სოსოც გამოშვება, თმები გადამაპარსინა, მოკლედ, კარგით, აბა დროებით.